საქართველოს სახელმწიფო ციხეების შორის სურამის ციხეს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. იგი მდებარეობს ხაშურის რაიონის დაბა სურამში, ორი მთავარი გზის შესაყარზე, რომელთაგანაც ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელით დასავლეთისკენ, მეორე კი ბორჯომის ხეობით სამხრეთისკენ. მისაც ასეთი სტრატეგიული ხელსაყრელი ადგილი ეკავა, მის ხელშივე იყო ამ გზების გასაღებიც. თუ როდისაა აშენებული სურამის ციხე არაა ცნობილი. ქართული საისტორიო წყაროები ამის შესახებ დუმან. მე-19 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ცნობით, სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია მეფე ფარნავაზის მიერ, ქრისტეს შობამდე 200 წლით ადრე. სურამის ციხის აგებასთან საინტერესო ცნობებია დაცული სპარსულ და თურქულ საისტორიო წყაროებში. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში ციხის აშენებას ჩაჰაბას უკავშირებს. თანამედროვე ქართველი ისტორიკოსების აზრით ციხე განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში, მე-11 საუკუნეშია აგებული. სურამის ციხე ძნელად მისადგომ ციხედ ითვლებოდა. იგი კლდოვან კონცხზეა აგებული. მისი კედლები საკმაოდ სქელი და მყარია. მან საუკუნეების მანძილზე მთელი რიგი ცვლილებები განიცადა გარეგნული თვალსაზრისით. ჩვენამდე მოაღწია თითქმის ისე, როგორც მე-19 საუკუნის 30-იანი წლებისთვის გამოიყურებოდა. 1998 წელს გაზეთი ცნობის ფურცელი აღნიშნავდა: "ეხლა სურამის ციხე აღარას წარმოადგენს. სამხრეთით სულ ჩამონგრეულია. შიგ კიდევ ეკლესიის მეტი აღარაა გადარჩენილი. ისიც ძალიან ჩქარა დაინგრევა. ეკლესიის კედლები ეტყობა დახატული უნდა ყოფილიყო. მაცხოვრის სახე ოდნავღა ეტყობა. სურამის ციხესიმაგრე კომპლექსს წარმოადგენდა. მასში გალავანი ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია, კოშკი და სასახლე შედიოდა. როგორც ყველა ციხე, სურამის ციხესაც ჰქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც ციხის ჩრდილოეთ ნაწილში იყო მოთავსებული. გვირაბი მდინარე სურამულას ქვეშ გადიოდა და ტამაღლების ეკლესიასთან მთავრდებოდა. დაახლოებით აქ მთავრდებოდა ციხის გვირაბი. აქ გვირაბის დასრულებას ორი ვერსია არსებობს. პირველი, რომ აქედან მომარაგება შეეტანა ციხისათვის და მეორე, უფრო სარწმუნო ვერსია. აქედან ხელის გულივით ჩანს მთელი სურამი და ციხეზე ალყა შემორტყმული მტრის საბრძოლო სტრატეგია ბუნებრივია კარგად გამოჩნდებოდა. სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება. თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ კედლებში ცოცხლად არის ჩაკერული დედის ერთა ვაჟი ზურაბი. ლეგენდა მოგვითხრობს: სურამის ციხე რომ აშენებულიყო, დედის ერთა ვაჟი ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში. ამბობენ იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთწვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემული. იმასაც ამბობენ, რომ ყოველთვარიან ღამეს სურამის ციხესთან შავებში გახვეული ქალი ტირილით შეღაღადებს სას. სურამის ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბი მანდარეს, კარგად ჩემი ნახეო. ამ ლეგენდაში ქართველი დედის და ზოგადად ქართველის სამშობლოსადმი მიდგომაა გადმოცემული. ალბათ ამიტომაც უწოდებენ სურამის ციხეს ქართული სულის ციხეს. სამწუხაროდ ისტორიული ცნობათა სიმცირე საშუალებას არ იძლევა მთლიანობაში წარმოვიდგინოთ ამ განთქმული ციხის ისტორია. მართალია დასახლების ნიშნები აქ უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრეა მიკვლეული, მაგრამ სურამის ციხის ხშირი მოხსენება მხოლოდ მე-17 საუკუნიდან იწყება. გიორგი სააკაძის, რომელიც ირანის წინააღმდეგ იბრძოდა, თავდასხმის მოლოდინში გაუმაგრებია ისეთი ციხეები, როგორიც იყო სურამი, ალი და კეხვი. სურამი ძირითად დასახდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლ გივი ამილახორისათვის. გივი ამილახორი ედგა აჯანყებას სათავეში, ქართველ დიდებულებიც მონაწილეობდნენ ამ აჯანყებაში და ესე იგი ფართო ხასიათი მიიღო. ამ აჯანყების შედეგი რა იყო, იცით? შედეგი გახლდათ ის, რომ სპარსეთის ხელისუფლება თანახმა გახდა, რომ ქართლის სამეფო ტახტზე და კახეთის სამეფო ტახტზე ქართული წესით უკვე ასულიყვნენ მეფეები. გივი ამილახარს მარტო შემორჩა სურამის ციხე. სხვა ციხეები უკვე ყველაფერი მტერმა აიღო ხელში და სურამის ციხე შემორჩა მარტო გივი ამილახარს. და დაახლოებით რო არ შევწდეთ 3 წელიწადი იყო გამაგრებული სურამის ციხე. 3 წელიწადი ესე იგი არ შემორტყმული არის. ასე თქვა სპარსელები, ქართველების თავისთავადია, თემურაზი, ერეკლე თავიანთი ჯარებით, მაგრამ ვერადავენ მოხერხდა სურამის ციხის აღება. ესე იმდენად მომარაგებული იყო ეს ციხე, ტყვიაწამალი იყო, სურსათი იყო და ასე შემდეგ, რომ იგი კვლავ დიდ წინააღმდეგობას უწევდა თემურაზს. ესე მაინც ვერ აიღეს. თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ თემურაზი შეეცადა, რომ აეფეთქებინა სურამის ციხე, კიდევაც ჩააწყეს, ასე ვთქვათ, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ააფეთქეს კიდევაც, მაგრამ სურამის ციხე მაინც არ ნებდებოდა.
სურამის ციხის მნიშვნელობაზე მეტყველებს 1791 წელს ერეკლე მეორის მიერ დადგენილი განწესება, სადაც ვკითხულობთ. ციხეებსაც თანმიმდევრობით დაგვიწესებია: ქალაქ თბილისის ციხე, გორის ციხე, სურამის ციხე და ანანურის ციხე. გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სურამის ციხეს ტურისტული მნიშვნელობითაც შეიძლება იქნას გამოყენებული. ტურისტული თვალსაზრისით მართლაც ძალიან მიმზიდველია სურამის ციხე. აქ ორი მთავარი ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს. ერთი რომ მთავარი გზატკეცილია, ძალიან ახლოს 50-60 მეტრში. და მეორე მიმზიდველი ლეგენდა, რომლის მსგავსი ძალიან უიშვიათესია შეიძლება ითქვას მსოფლიოს მასშტაბით. ევროპაში მსგავს ლეგენდებს ხელოვნურად ქმნიან რომ ტურისტები მიიზიდონ. ჩვენთან უკვე მყარი გამზადებული, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, გამზადებული ლეგენდა, რომელიც რეალობასთანაც ძალიან ახლოს არის. აქ ბევრი ინვესტიცია, დიდი ინვესტიცია არ ჭირდება იმას, რომ მოეწყოს სურამის ციხის ინფრასტრუქტურა, შედგეს, არც ვთქვათ, კერძო ინტერესს გულისხმობ ამაში. ამაში სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს თვითონ. მცირე ინფრასტრუქტურა შეიცვალოს, კაფეები, ბარები შეიძლება გაკეთდეს თვითონ ციხეზე, გაიყიდოს სუვენირები, ქართული ნაკეთობები და ასე შემდეგ. აქ შეიძლება რამდენიმე ათეული კაციც კი დასაქმდეს. უხეშად რომ ვთქვათ, ციხეს თავისუფლად შეუძლია შეინახოს თავისი თავი. თუ რა თქმა უნდა, ამაში ნება იქნება და ამაში ინტერესი იქნება და რატომ არ უნდა იყოს. სამწუხაროა, მაგრამ ვაი ქართველების ხელი სურამის ციხესაც შეეყო. თუ შუა საუკუნეებში ქართველს საქართველო უყვარდა, დღეს ანი უყვარს. ასეთია სურამის ციხის წარსული და დღევანდელობა. ჩვენ კი გვჯერა, რომ ჩვენი წირაპრის თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და მრავალი წლის მანძილზე სურამში მოსულ სტუმარს ამაყად მიესალმება სურამის ციხე.